უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ გზად კრემლში ანკორიჩში მიღწეულ ურთიერთგაგების აღსრულებას ასახელებენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აგვისტოში მიაღწიეს. კრემლის სპიკერი არ აკონკრეტებს ზუსტად რა გაგებაზე საუბრობს, თუმცა ფართო გაგებით ეგრეთ წოდებული ანკორიჩის ფორმულა უკრაინის მხრიდან დონეცკისა და ლუჰანსკის დათმობას უნდა გულისხმობდეს. ამას მოსკოვში არც მალავენ და ვაშინგტონსაც ხშირად ახსენებენ ალასკის შეხვედრას, თუმცა ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული ურთიერთგაგების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა. Нам говорят, вот надо решить украинскую проблему, ну вот в Анкоридже. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა მოვაგოროთ უკრაინის პრობლემა, მაგრამ აი ანკორიჩში ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი ტრამპის შეთავაზება. ანუ თუ კაცურად მიუდგებით ამ საკითხს, მათ შემოგთავაზეს და ჩვენ დავთანხმდით. შესაბამისად პრობლემა უნდა გადაიჭრას. რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რას იტყვიან უკრაინაში ან ევროპაში. იქ გამოქვაბულების დონეზე მოქმედი რუსოფობიის შესახებ ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ევროკავშირის რეჟიმთა უმრავლესობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. В Европейском Союзе. ამერიკის შეერთებული შტატები ჯერჯერობით არ გამოხმაურებია მოსკოვის განცხადებას და არც დეტალებში შესულა. რა პირობები გასცა ან მიიღო ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ პრეზიდენტების შეხვედრაზე. ჯერჯერობით კიევისთვის იმედის უმომცემად მხოლოდ ის უსაფრთხოებითი გარანტიები გამოიყურება, რომელიც ამერიკელებისა და ევროპელების ჩართულობით გამზადებულია და მხოლოდ ხელიღაა მოსაწერი. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, კიევის სერიოზული რუსული იერიშების მოგერიება უხდება ყოველდღიურად. რამდენიმე დღიანი მორატორიუმის შემდეგ მოსკოვმა უკრაინის ქალაქების ენერგეტიკული, ლოგისტიკური თუ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა საბიზნესში გაორმაგებული ძალებით ამოიღო. ამჟამად რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად ხორციელდება თავდასხმა ჩვენს ლოგისტიკაზე, რკინიგზაზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე. ზიანი დიდია, თუმცა ეს დაწესებულებები მუშაობას განაგრძობენ. მე მქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან, ჩვენ დიპლომატებთან და მომლაპარაკებელთა ჯგუფთან. ჩვენს ქვეყანაში ყველას მართებს იყოს მეტად აქტიური, რათა თებერვლის თვეში ერთი დღეც არ გაცდეს უკრაინის გაძლიერების საქმეში და ჩვენი უნარების გაზრდისთვის, რათა ღირსეულად შევძლოთ ამ ომის დასრულება. მიმდინარე კვირას გვექნება ხელშესახები საერთაშორისო ღონისძიებები უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში. ევროპაში ჩვენი პოზიციები სიღრმისეულად იქნება წარმოდგენილი, იგივე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფი ყოველდღიურად მუშაობს დოკუმენტებზე და შეთავაზებებზე, რათა შედეგი იქნას მიღწეული უკვე უახლოეს შეხვედრებზე. გვჭირდება მშვიდობა და სანდო უსაფრთხოებითი გარანტიები. ესაა ერთადერთი ფუნდამენტი იმისთვის, რომ რუსეთმა არ დაარღვიოს შეთანხმებები დარტყმებითა თუ ჰიბრიდული ოპერაციებით. Передбачуваного і достатнього постачання дронів. დარტყმები უკრაინის ქალაქებზე ამ ეტაპზე მასირებულად გრძელდება. ზაპოროჟიეს ოლქში დრონებით განხორციელებულმა ასეთმა შეტევამ ქალაქ ვოლიანსკში სერიოზული ზიანი გამოიწვია. დაშავდნენ ადამიანებიც. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ხარკივში განხორციელებული დრონების იერიშების დროს. ოდესის ოლქზე გუშინ განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენაც ამჟამად მიმდინარეობს. ცივ ზამთარში უკრაინის მხარდაჭერისკენ მსოფლიოს მოუწოდა რომის პაპმა ლეო მე-14. ვატიკანიდან გაგზავნილი 80 გენერატორი კიევში დღეს უკვე ჩავიდა. ყველაფრის პარალელურად მოგერიებული უკრაინული დრონების შესახებ იუწყებიან მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდის, ასტრახანისა და კურსკის ოლქებში მოგერიებული 10-მდე დრონის შესახებ იუწყება.